სრულიად ფანტასტიკური ჯაშუშუ რომანტიული ტრილერი დატრიალდა შეერთებულ შტატებში. ეს ამბავი 2025-ში დაიწყო, როდესაც რუსული ოპოზიციის ერთ ლიდერთან ილია პანამარიოვთან ნიუ-იორკის სახლში წვეულებაზე აღმოჩნდა ნომა ზარუბინა, FSB-ს მეძავი. ამერიკაში მომუშავე უძველეს პროფესიის ქალი, რომელიც თავის ამ საქმეს მეორე უძველეს პროფესიასთან ათავსებს, ჯაშუშობასთან. ამ წვეულებაზე მან პირადად გაიცნო მეორე ქალი, სარა ესტონ ჩირილო, ვისი განსაკუთრებული ინტერესიც ჰქონდა FSB-ს და ვისაც თურმე მისი განსაკუთრებული ინტერესი ჰქონია. ქალბატონი სარა იქამდე 3 წელი მოხალისე ექიმი იყო უკრაინის ფრონტზე. ბოლოს კი გურმა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ თანამშრომლობა შესთავაზა. ის დაბრუნდა ამერიკაში. ეს ქალები იქამდე პირველად 1 წლით ადრე შეხვედრილან და ესტონ ჩირილო დაეჭვებულა, ეს მგონი ჩვეულებრივი ბოზი არ უნდა იყოსო. მოკლედ, ახლა ეს იმას უთვალთვალებდა და ის ამას. ქალებს შორის გაჩნდა რაღაც ნაპერწკალი, რომელიც სიყვარულის ალში გადაიზარდა. ამბავი გაგრძელდა 8 თვეს. რა გაიგო ამ პერიოდში ზარუბინამ არ ვიცით, სამაგეროდ ვიცით რაები გამოსტყვა ჩირილომ ამ ზარუბინას. აღმოჩნდა, რომ FSB-ს აგენტი საერთოდ არ იყო ბედნიერი თავის სამსახური და ქვეყნით. გულშემატკივრობდა უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონს და გარეული იყო დარია დუგინას მკვლელობაშიც კი. როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამ საქმეში მარტო არ იყო და ჰქონდა მასპინძელი ქვეყნის, ანუ შეერთებული შტატების რაღაც დონის ნებართვა მის ტერიტორიაზე ოპერაციის ჩასატარებლად. იმიტომ რომ მე ზარუბინა, რომელიც ადრე დაპატიმრებული ყავდათ ამერიკელებს პროსტიტუციისთვის და გირაოთი იყო გათავისუფლებული, გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ ისევ დააპატიმრა. ამჯერად შეყვარებულმა რუსმა დაფქვა ყველაფერი. არა მხოლოდ სხეულით ვაჭრობაზე, არამედ FSB-სა და საიდუმლოებებით ვაჭრობაზეც. ვიზეს თხოვდნენ ინფორმაციის შეგროვებას, რა მეთოდებით, როდის. ზარუბინა გაშიფრულია და ამერიკულ ციხეშია. ესტონ ჩირილო გაშიფრულია და რუსეთში დაუსწრებლად 20 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მათი ჯაშუშის ჩავარდნისთვის. ახლა ამათი გრძნობების ამბავი კი აღარ ვიცი ვერ მოგატყუებთ. არ გამიკვირდება საერთოდ ამბავს, რომ მეორე სერია მოხვეს და აღმოჩნდეს, რომ გრძნობათა დაპერწკალი სულაც არ ყოფილა ჩამქრალი. რას გაუგებს სიყვარულს? და ამ გახსენებაზე ისევ მინდა ვიკითხო. ჩვენმა მედგარმა სუსმა, ჩვენი სასიქადულო მამუკა მდინარაძის ბრძნული ხელმძღვანელობით, ბოლოს როდის გამოაშკარავა რუსის ჯაშუში. ბიჭო, თქვენ კოჭ და სიებულებო, ოპერატიული თანამშრომლები თუ არ ყავს, ბოზები მაინც ხო არ გვაკლია. აი, მაგას კი ვეღარ დავიჭერე. ხო და ამუშავეთ.